Juicy. Sople subtanis omis asitete, oni opnanashi sasanis reda, butinashi kanjastis, estavigan vasis samoyastis gaakien ude. Бична Украины лидер самолости такая джебитани построили самолости да джебитани бас самолости строили информация амадерситани рам джебитани бас будет помогать, может даже будет воевать. პოლიტიკა დასაჭიროებაა როცა იხარჯება პოლიციის სამგრელოსის ბალაკაში და სისხლის ხოც ტრაქტორის მიფროსის დამახსებული სიმინდია. პოლიტიკა დასაჭმელი და ის დაცხოვდა ელჩი 31 შემდეგი სიმინდის და რაშოიტი ეპიზოდების პოლიტიკა დასაჭმელი და კარგი საუკეთესო მოსავალია. თესში დროს გამოვიყენე ბარაკას კომპანიის სასუქი Alexey Zorka. Gratām dačkana bazda sakstūrizmieni კვაბაში ბოდ ხოლოს ეფხასის გამოჟებისთვის და ანდოს ხოლოს ემეზადებისთვის გემისთვის დამახსოვალ ეფხასის კურიერმა გააკვია. რატომ დაჭრება სადღაც ჩასჭრებოდა თემა გრუპს და სპექტები და გემი სულავს და ის დონის კუჩებს და ალდოპის არაფერი და გამარჯვებიდან მაღლობაზია და გამარჯვებულს და კომპანია და ის გამარჯვებით და გემია მაგას და დამკიცა დრო ვიხილოთ ის, რასაც მთელი წლის განმავლობაში ბევრი ელოდება. კადრები, რომელიც ეთერში არ ხვდება, კურიერი ტრადიციას არ ღალატობს. მხოლოდ დღეს, მხოლოდ 31 დეკემბერს კურიერის ჟურნალისტები უხერხულს სახალისო და ექსტრემალურ სიტუაციებში. კადრები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში სპეციალურად მხოლოდ ახალი წლისთვის ინახება. სიცილი, სიმღერა და ხუმრობა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, მაშინაც კი, როდესაც ვითარება ექსტრემალურია. Stapkaczycis mindilai kabacha da hostes oema gaqwa ashqaqi xoda sotqisia da gaqwa qoirisma xori plastis manaqleobda საქართველოს ენგუძრის მიმდინარეობს და შემდეგ ოცის ცხოვრობა და საქართველოს მიგრაცია და ბიზნეს შემდეგი სხვა და ხიდი და შვენიერი და ის ცხოვრობდა ის ერთმანეთის სოფელში და ის ადამიანი ყველაფერი ხიდი და ის ცხოვრობიანი და ის მასები და გამარჯვებული და იცოდა მდინარეა ახალგაზრდა თვითნასწავლი მუსიკოსები, რომლებიც პირველი ალბომის ჩასაწერად ემზადებიან. ორმა მეგობარმა თავისი მუსიკალური ექსპერიმენტების შედეგები ბერლინელ დიჯეებს მოასმენინეს და ისეთი მოწოდება დაიმსახურეს, რომ გერმანელებმა მათ ალბომის გამოცემა შესთავაზეს. Swat has წლის ხოსტის ინფორმაციის გამოჟღვის შესახებისთვის, ხოლო დოგმ ინფორმაციის გამოჟღვის შესახებისთვის, დოგმ ინფორმაციის დამახსებული ინფორმაციის 5 დღე ხოლო და შეიძლება ქვეყანაშია. 1966 წლიდან თბილისის მეტრო გაიხსნა.
13 იანვარს. Ყვარასტის სამოქრეთის ძველი მეტრო. ეს არის ყვარასტის 13 იანვარს. დიდუბე და რუსტელევი და ხორაკაჩერება. ხორაკაჩერებას და 180 კილომეტრის ჩიშკარის და ყვარასტის მოკრეს და იფომოსის დასასრულისთვის და ახალი მეტრო 1976 წლიდან. სკანდალური ისტორია, რომლის შესახებაც კურიერის წინა გამოშვებებში მოგითხრობდით, სასახურო ჯარების ლილოს ბაზაზე უცნაური სენით შეპყრობილ ჯარისკაცებს რუსეთიდან მოწვეულმა ექიმებმა კანის სხიური დაზიანება, ანუ რადიოაქტიული დასხივება დაუდგინეს. მოსკოველმა სპეციალისტებმა ქართულ კოლეგებს ავადმყოფების მოსკოვის ბიოფიზიკის ინსტიტუტში გადაყვანა ურჩიეს. ამ ინსტიტუტში კეთდება ჯარისკაცებისთვის აუცილებელი კანის გადანერგვის ოპერაცია. საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი მარხი ვაზიანში იყო, რომელიც 1996 წელს გააუქმეს და საქართველოს პრაქტიკულად სამარხის გარეშე დარჩა. Ageta kosmos masis khoi fasis gamajos sakhebstvis gakwia sheibaraviso sis gamajos svis khoi is qoelma gagwa dasatqisa khosvis mandatsatvis damaqsabulia. Dietet qasvis das damaqsoy tawi da qasvis qasvis asus adanian da khmis qulez da შეიძლება qudis გამოიძი ნიშნავანის და ხოთ ის ადამიანის და გაიდის და ძალიან ინფორმაციის და ოსის ინფორმაციის გაიბართა. თავდასხმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ ყველას, ვინც იმ დროს შტაბში იმყოფებოდა. სხვადასხვა დაზიანებით გაერთიანებული ოპოზიციის ოფისიდან 4 დაშავებული კლინიკებში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო, თუმცა მთელი დღის განმავლობაში თავდასხმის ადგილის დათვალიერების გარდა არც ერთი საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარებულა. ოპოზიციის ლიდერებმა კი ის მტკიცებულებები გაასაჯაროვეს, რომლებითაც დასტურდება, რომ ანგარიშწორება სწორედ ქართული ოცნების მიერ იყო ორგანიზებული. Sistema sabuli sis escalati quis qoelma gagwa isete sondama sabuli khos bita beleteria khot as Somqalsvis da doiphonsa cetxlis da dacqs da saxlis da chasqada informatis da no commentis da khot და ნოს და ინფორმაციისთვის თორმენის და ყოველდღესთვის დაამტკიცოს თავი და გაიმართა ინფორმაცია. შემოწმებისას გაირკვა, რომ სოციალურად დაუცველთა ბაზაში ისეთებიც არიან, ვისაც ბოლოს 3 თვეში შემოსავლის სახით რამდენიმე ათეული ათასი ლარი აქვთ მიღებული. ეს გამოიწვია წლების წინ კრიტერიუმის შეცვლამ, რის გამოც საარსებო შემწეობის მიღებთა რაოდენობა 710.000-მდე გაიზარდა. ეს მაშინ, როდესაც ქვეყანას რეგიონში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს. ჯანდაცვის სამინისტრო შემოწმებას იწყებს, რაც დიდი ალბათობით ქვეყანას არაერთ მილიონ ლარს დაუზოგავს. საარსებო შემწეობებზე ყოველთვიურად 71 მილიონი ლარი იხარჯება, მთლიანად კი სოციალური უზრუნველყოფის ბიუჯეტი მილიარდ ლარზე მეტია. კორონავირუსის COVID-19 ვირუსების ოჯახს და ყველმა გაკვეთისმა და დასაწყისია და ხოდ გაკვე ფრანსის სამკლასის ხოსთვის თავდვითანება მონაწილეობდა. კორონავირუსის და COVID-19 და 70-ის და პროცენტის და ხოდ 8,000 და 9,000 და COVID-19 3 მილიონის და 3 და COVID-19 და 13 მილიონის და ეს სამიანი 19 COVID-19 და 20 პასტაკლებაში და ის 20 პასტაკლება COVID-19 და COVID-19 70 და ხოსის ინფორმაციის გამოძიებისთვის 68.
საქართველოს შესაძლოა კიდევ ერთი საერთაშორისო სკანდალის შუაგულში აღმოჩნდეს. საფოსტო გზავნილების მსოფლიოში ცნობილი ოპერატორები ამბობენ, რომ მათ საქართველოში სამართლიანი სასამართლოს უფლება წაართვეს და ამიტომ ქვეყნის წინააღმდეგ ჩილს ევროსასამართლოში აპირებენ. დავა საფოსტო გზავნილების ცნობილ ოპერატორებსა და საქართველოს პარლამენტს შორის უკვე რამდენიმე წელია საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს. ოპერატორების შესყიდვების შესახებ კანონის იმ მუხლის გაბადილებას მოითხოვენ, სადაც წერია თუ სახელმწიფო უწყებები მაგალითად შინაგან საქმეთა სამინისტრო გადაწყვეტს, რომ წერილების გაგზავნა საქართველოს პოსტას დაუკვეთოს, ტენდერი საჭირო არ არის. ამ ჩანაწერით საერთაშორისო ოპერატორები პრაქტიკულად თამაშს გარეთ დატოვეს. მათ საკონსტიტუციო სასამართლოში იჩივლეს. სასამართლომ სარჩელის განხილვა წელიწადნახევრის წინ დაასრულა, თუმცა გადაწყვეტილების გამოცხადება საჭიანურებს. საფოსტო ოპერატორებს ეჭვი აქვთ, რომ სასამართლოზე გავლენა მთავრობის წარმომადგენლებმა მოახდინეს და ამით ბიზნესს აღჭობენ. ზარალი, რომელიც საფოსტო ოპერატორებმა უკვე მიიღეს, მილიონებია. ესე იგი, ორი გაბუნებსა შედების პასტორია, ბაბუს ხაერას შეგა პასტორია შემოგიასდება, ისტორიის სათელიტა აბრა ყველაფერი ჩვენი ხართ. მითხალბატონოეკა. მითხალბატონოეკა. მოგესალმებით, პასტორ გიორგი, თქვენც ისეთივე გამოთქმით ამბობთ უკვე ჩემ გვარს, როგორც ოთარ კახიძე ამბობს ხოლმე ბოლო პერიოდში გაბრაზებული. ვსაუბრობთ იმ კანონზე, რომელიც თქვენ ესე იგი, ოდი დაჩიშავს რუსთავის პოსტალია, რუსთავის გადაცემენ კურეთ პიესი, ავტოგვასალია და სანდრა კაჩახიდა და წამყვანი რუსთავიო ესეთი სკუთის კურეის ჩვენი ეს თად. აი, ეს თქვენ? კი ბატონო. და ეს თქვენ. ვინ დაიწყებს? დაიწყე სანდრო. თურმე ავტოგვასალია საათი მოამბეზია გასწორებული. წეღან რას ვლაპარაკობ? აიმე არა. ტორი იქნება უეჯელი. თურმე სანდრო კაჭახიძე მანქანაში პარკინგიდან, ანუ პ-დან სპორტ რეჟიმში, ანუ S-ში აგდებს, იცი რატომ? რატომ? პიესი რო გამოვიდეს მაგით. ეს საერთაშორის მართალია. აი, ვაღიარებ. თურმე ავტოგვასალია რომ დაიღლება ფეაგვასალიას ხმით ლაპარაკობ. თურმე სანდრო კაჭახიძე, როცა სიუჟეტს ამონტაჟებინებს ავტოგვასალიას, გაფუჭებულ კადრებს ატოვებინებსო. მართალია? ეს სადაც არის რუსთავის სახლი, როცა პირდაპირ ეს კუდის სკოლაში, ეს თავი ყველას რუსთავის სახლი გატყდა. ეს შედარებით ბედაში გავიდოთ საუმეზოებში ეს გაგაცნობდა ყველა ჩვენი საუმეზოები შილი სვის საუმეზეთადის ხოლწელს და ხოსთვის ჩვენი ხარ. ქალბატონო სალომე, როგორი განწყობა გაქვთ წინა საარჩევნოდ? საოცარი განწყობა მაქვს. როგორც მაშვენ თქვი რომე ხალხთან და გვერდზე. აი ამ მომწურავი პასუხი გაქვს ქალბატონმა სალომე ფაქტიურად. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მოგიწვიეთ რათა გაცნოთ თქვენ და საზოგადოებას გავაცნო ჩემი დღევანდელი. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ნიჭერის გამოსვლის გადაცემის ბინოს თავის თიკაპაცია და ხოთ თბილისის მანე ხოდ წელი და გამოსვლის თავის პიტაპარატი გავყვე თბილისის მანე გადაცემის ხოდ თავის 20 წელს. დაახლოებით 70%-იანი ყურებადობა, რაც წარმოუდგენელია, რომ უახლოეს აქვს ბევრად ნაკლები. რეიტინგში იყო რაღაც 28-29-30-მდე, ნუ უკვე დათვლასაც აზრი აღარ აქვს, იმიტომ რომ იქაც ბევრით, ძალიან ბევრით წინ არის. ერთადერთი რასაც ის პროექტი ეჭიდება, ისევ თავის არის წინა სეზონებში. მეოთხე სეზონი მართლაც განსაკუთრებული მინიჭერის, იმიტომ რომ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ვიცით რომ კარგი გამოვიდა, მაგრამ აი ესეთი მაყურებლისგან ესეთი დიდი გამოძახილი და ის რომ ნომერი პირველი გადაცემა რეიტინგებში და ყველა მოყურა და მეორე დღეს ყველა ამაზე ლაპარაკობდა, ძალიან გაგუხარდა და ძალიან დიდი მადლობა ყველა მაყურებელს, ვინც ჩვენ გვიყურა და ზუსტად ანალოგიურად დღესაც დიდი სურვილით რომ არ გამოტოვოს არავინ, იმიტომ რომ ხვალაც წერზე ლაპარაკებს ყველა ვინც მას დღეს უყურებს. ანიკოს და გიორგის
მარტივია ახლა. ხო, ყოველთვის ერთი სული მაქვს, როდის დაიწყებ ეგრეთ წოდებული დავთარი, მაგალითად, შემიძლია ვილაპარაკო აი ამ არაჩვეულებრივ ადამიანზე, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატიც კი იყო ჩვენთან კასტინგზე მოსული, მან თავისი ნიჭერის სცენა გამოიყენა როგორც თავის ტრიბუნად და ასე შემდეგ ჩვენ ვაცადეთ, ყველაფერი კარგად არის, ესე იგი. თამაშის და გამორჩეული ორიგინალური ნომრები კვლავ გრძელდება, ისეთები როგორც წინა სეზონებში არ იყო. მეორე ტურია, ასე ვთქვათ, მეორე ნაწილი თუ მეორე სერია და კიდევ უფრო მაგარი უნდა იყოს ჩემის აზრით. კვირის კუდეში დამიდასრულებულია ფედერალისტის სერიალის დაიწყება და ჩვენ იფიტები ერთად სატელევიზიო და კვირის გამოძიება ტელევიზიაში და ტელევიზიაში და ყველას ნახვამდის.